რევოლუციის 10 წლის თავზე მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი ფოტოგამოფენაც გამართეს. აშენებულია მერაბიშვილის დროს ამ სახელწოდებით ორგანიზატორებმა ის ფოტოები გამოფინეს, რომელიც 2003 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განხორციელებულ პროექტებს ასახავს. აქციის მონაწილეები მოგვიანებით რიყაზე დაგეგმილ ღონისძიებებს შეუერთდებიან. ვანო მერაბიშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი ვარდების რევოლუციის, იმ რევოლუციის, რომელიცაც სათავეში ხალხი ედგა და რომელმაც ხალხმა მოახდინა, დღეს სამწუხაროა, რომ ვანო მერაბიშვილი არის პატიმრობაში და მე მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის სახით ყველა ის ადამიანია დღეს პატიმრობაში, ვინც ვარდების რევოლუციაში მონაწილეობას იღებდა, მაგრამ ჯერა რომ ეს ყველაფერი დასრულდება და მალე ვანო მერაბიშვილთან ერთად ყველა ის ადამიანი იქნება თავისუფალი ვარდების რევოლუციის მონაწილე. ვარდების რევოლუციაში და ვარდების რევოლუციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში, როცა საქართველოს ქვეყანას დაემსგავსა, ვანო მერაბიშვილს აქვს სწორედ უდიდესი წვლილი გაღებული და აქედან გამომდინარე ეს გამოფენა ალბათ შეახსენებს ადამიანებს, თბილისელებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ სულ ტყუილად ზის ახლა ციხეში ვანო მერაბიშვილი, მე ვიტყოდი უკანონო წინასწარი პატიმრობაც კი აქვს მისჯილი.